რას ურჩევდით თანამედროვე ავტორებს? როგორ იპოვონ თავიანთი სამწერლობო ენა? პოეტმა უნდა იძალადოს რა საკუთარ დედაენაზე. ასე აკეთებდა გალაქტიონი, ასე აკეთებდნენ გერმანელი რომანტიკოსები. ენობრივი სიტყვიერი სტიქია, ხო რაღაცა მოლტის პოვარდნი, დიონისური იტაცებს, გათხოვს, ესთეტიური შეგრძნებებია, გაგიჟებს. რა კავშირია ენასა და რეალობის არქანშორის? ჩვენსა და სამყაროს შორის არის ჩვენ ცნობიერება. ყველა ენა თავისებურად ხედავს სამყაროს. ჩვენი ენა რას გვაჩვენებს ისეთ სამყაროში, რასაც შეიძლება გერმანელი ვერ ხედავდეს. კონსტანტინე გამსახურდია სხვადასხვა 20-იან წლებში სპეციალური წერილები აქვს ენის საკითხებზე. და ამ შემთხვევაში ის თავის როგორც წერილს მოიაზრებს, რომელიც თქვათ საკუთარი კითხველის ენობრივ აღზრდას ეწევა, რომ გაამდიდროს მისი ლექსიკური მარაგი. ენის ევოლუცია როგორ აისახება ნაწარმოებებში? ერთი მხრივ როგორ აისახება ტექსტზე, მეორე მხრივ კითხველზე და თავად ავტორზეც კი. პატრიოტი ხარ, იქ რაღაცას უკითხულობ, რაღაცა შეგნება ცოტა მაღალ დონეზეა ადის, ცნობიერება, ფართოვდება. რა კავშირია ენასა და მეხსიერებას შორის? მე მახსენდება ორველის ნაწარმოები 1984, სადაც სწორუპოვრად ებრძვიან ენას იმისთვის, რომ აზროვნების დიაპაზონი დაავიწროვონ და შედეგად გაყალბდეს ისტორია. ჩაკლული სული ხო რა გლობაკიძე. ჩაკლული სული ნიშნავს იმას, რომ სულში და მეხსიერებაში და ფსიქიკაში შენი ბუნებრივი ენა, დედაენა ხო თქვათ ის ხრება. საბჭოთა კავშირში როცა რეპრესია მიდიოდა, ენას ებრძოდნენ. დეპრესიები რატო ეწყებათ ემიგრანტს? მშობლიური ენა გაძლევს შესაძლებლობას, ეს ეგზისტენციური მომენტი რაღაცა დაძლევს.